გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღუაშვილი ვარ. გერმანიის ელჩის სტანდარტი თვითდაზიანების სახალისება და ვენის კონვენციის დარღვევა. გაეროს კონფერენცია და საგარეო საქმეთა მინისტრის დღის წესრიგი პირდაპირ ჩართვა ესპანეთიდან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებას პორტუგალია მასპინძლობს, უკვე გაიმართა პოლიტიკურ საკითხთა, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გენერალური სხდომები. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, გზავნილებს პორტოდან ანუკი ჩხიკვაძე გვეტყვის. ვინაიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი ღონისძიების თემატიკა არის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, საქართველოს გზავნილებით სწორედ ამ თემატიკას ეხებოდა დღეს ქართულმა მხარემ. ასამბლეის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მშვიდობის ფასი ყველაზე კარგად იცის და ქვეყანა, რომლის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული სიტუაცია. ამ ფონზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პარალელურ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აქვს ხელოვნური დესტაბილიზაციის ფონზე საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, საქართველოს წინააღმდეგ და იმიჯის დაზიანებისთვის არის შექმნილი ცრუ კამპანია, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური მოტივით ხდება ადამიანების დაკავება. მან განმარტა ისიც, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მედია პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე განვითარებას აგრძელებს. პარალელურად გაიმართა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის კომიტეტების სხდომა, სადაც საქართველომ საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგოსისტემების შექმნის კუთხით საკუთარი გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ გააცნო ასამბლეის წევრებს და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, რომელიც საქართველოს როლს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ზრდის. ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირ თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20% აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ადგილობრივ დონეზე კი ხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნილ საცოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობაც. ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით ზოგიერთ ჩანაწერს ანგარიში, მათ შორის საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე. საუკეთესო მტკიცებულება საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა არის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. რამდენიმე ადამიანის მიერ ცენტრალური გამზირის გადაკეთვა თბილისში. ისინი ამას აკეთებენ მშვიდობიანად და ამიტომაც მათი უფლება დაცულია. მათ არავინ აწუხებს, თუმცა მათი რაოდენობა არ არის იმხელა, რომ ცენტრალური ქუჩები რეალურად გადაკეთონ თბილისში. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ეუთოს ბოლო ანგარიშიც კი აღინიშნა, რომ საქართველოში გვაქვს მედია პლურალიზმი. მართალია პოლარიზებული, თუმცა პლურალისტულია და დამოუკიდებელი. და ბოლოს, რაც შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, ეს დაკავებები განაპირობა ნოემბერი-დეკემბრის არეულობებმა, სადაც 60-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა მხედველობა დაკარგა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შესაბამისად აშკარაა, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ და ეს პროტესტი არ იყო მშვიდობიანი. ეს იყო ძალადობრივი პროტესტი. ამიტომაც ამ დანაშაულების ჩამდენები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, არამედ ეს არის დანაშაულის ჩადენით მოტივირებული დაკავება. უფრო მდგრადი ენერგოსისტემის შესაქმნელად ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მზისა და ქარის ენერგიაში. რეგიონული პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე დერეფანი, ჩვენს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ინიციატივები სამხრეთ კავკასიას დააკავშირებს ევროპულ და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან. ხელშეუწყობს სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტსა და მწვანე ჰიდროენერგიას. ჩვენი ძალისხმევები შეესაბამება საპარლამენტო ასამბლეის უახლეს რეზოლუციას და იმ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ამ სესიაზე მივიღებთ. რამე თუ იგი ეხება კლიმატის ადაპტაციას, სუფთა ენერგიის გამრავალფეროვნებას, საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის გაძლიერებას და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობას.
EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი ღონისძიება ქალაქ პორტოში 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აქ ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები იმსჯელებენ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხებზე. პორტოდან ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა. სევილიაში კი გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მდგრადი განვითარების მიზნები, მიღწევები და ფინანსების მობილიზება. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ამ საკითხებზე მსჯელობს. სევილიაშია საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. დეტალებს ნინო არღულიანი გაგვაცნობს. ესპანეთის სამეფო დღეს მასპინძლობს 70-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციას, დელეგაციის წევრები მონაწილეობას გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ, სადაც მთავარი თემა მდგრადი განვითარების საკითხებია, უფრო კონკრეტულად კი საჭირო თანხების მოძიება, ახალი ფინანსური არქიტექტურის შექმნა. დღეს ამ კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც მიიღო. ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს კონფერენციის ფარგლებში შეკრებილებს და ის ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში საქართველოს როლზე, ასევე ისაუბრებს ქართული ეკონომიკის მდგრადობაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე და ასევე ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეგიონში ლიდერია. ამ წუთებში კი მაკა ბოჭორიშვილი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდება 2 დღის განმავლობაში, ის ასევე რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრს შეხვდება. რაც შეეხება თავად კონფერენციას. კონფერენცია დღეს ესპანეთის მეფემ ფელიპე მე-6-ემ გახსნა. დღეს კონფერენციის მონაწილეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმაც მიმართა. მასპინძელ ქალაქს და ყველა ესპანელს კარგად ესმის ამ სამიტის გზავნილი, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განახლებულ და ახალ მამოძრავებელ ძალას. დღეს სევილია არის შეხვედრის პუნქტი, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, თუ როგორ გავაძლიეროთ ფინანსური განვითარების ჩარჩვა მურთულეს პერიოდში. იმედი მაქვს ამ სამიტის შედეგი იქნება ახალი გზამკვლევი, რომელიც დაეფუძნება კონკრეტულ და ხელშესახებ ქმედებებს. ეს კონფერენცია უნდა იყოს წარმატებული, რადგან საერთაშორისო თანამშრომლობა არის მულტილატერალური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ის წარმოადგენს ამ სამყაროს შემანარჩუნებელი ღირებულებების განსახიერებას. მით უმეტეს ახლა, როდესაც მსოფლიოში მრავალი გაურკვევლობაა, ცვალებად სამყაროში თანამშრომლობის საფუძველზე უნდა აშენდეს მომავალი ახალი თაობებისთვის. არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა, რომელიც არ შეიძლება დანაწევრებული იყოს. გლობალური გამოწვევები საჭიროებს ჩვენს ერთობლივ და განახლებულ ძალისხმევას. ჩვენი მხრიდან საჭიროა საერთო პასუხისმგებლობა და ეფექტიანი რეაგირება. მსოფლიოს ეკონომიკა შენელებულია, სავაჭრო ურთიერთობები მზარდად დაძაბულია, ჰუმანიტარული დახმარების ბიუჯეტი კი განადგურებულია. მსოფლიო განიცდის რყევებს უთანასწორობის, კლიმატური ქაოსისა და მწვავე კონფლიქტების გამო. კავშირი მშვიდობასა და განვითარებას შორის ცალსახაა. 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ჩვენი დაპირება, რომ მსოფლიო გარდაქმნათ უკეთესი მომავლისთვის, საფრთხეშია. ჩვენ აქ სევილიაში შევიკრიბეთ, რომ შევცვალოთ კურსი, დავაჩქაროთ ინვესტიციების საჭირო დონეზე და აღვადგინოთ სამართლიანობის ზომები ყველასთვის. სევილიაშია საქართველოს დელეგაცია, როგორც უკვე გითხარით, მაკა ბოჭორიშვილი 2 დღის განმავლობაში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს. რაც შეეხება კონფერენციას, 10 წლიანი პაუზის შემდეგ გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია წელს პირველად იმართება. მადლობა. სევილიაში ნინო არღულიანი მუშაობს. პრეზიდენტი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა, ისაუბრეს საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართულ მეზღვაურთა შრომით პირობებზე. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან და ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაც. პრეზიდენტი თქმით, საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ახლა ქვეყანაში 19,000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია. ევროკავშირის დაფინანსებულ აქციაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება, ხელისუფლების პირველი პირებიც ახალისებულ ძალადობაზე ლაპარაკობენ. მართველი გუნდის შეფასებით რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა ევროკავშირის იმიჯს საქართველოში ანგრევს. მეგინ არსავიძე მოგვიყვება უფრო მეტს.
ოპოზიციის ანგარიშზეა კიდევ ერთი ჩავარდნილი აქცია, ისევ რევოლუციური მოწოდებებით და გზავნილებით. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, როცა ევროკავშირის ფული იხარჯება კონკრეტულ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მიმართული აქციების ორგანიზებაში, ეს აზიანებს სწორედ ევროკავშირის იმიჯს პირველ რიგში, მათ შორის ქართველი ხალხის თვალში და ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები არის მიუღებელი, როცა ასეთი აქციების უკან დგანან კონკრეტული ორგანიზაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი არ ემიჯნებიან და როგორც ირკვევა, პრობლემას ვერ ხედავენ იმ გზავნილებში, რომელიც კეთდებოდა გუშინ რუსთაველის გამზირზე და მეტის თავადაც იმეორებენ მსგავსი შინაარსის განცხადებებს. ამ ქვეყანას ჭირდება რევოლუციური ცვლილებები. ყველას დავიმახსოვრებ და ყველას დავსჭირ. თავისუფალი სასამართლოს პირობებში ის ადამიანები, რომლებიც დღეს სამშობლოს ხალატობენ, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. დიპსტეიტი ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების სახალისებლად. კარგი ის არის, რომ არავითარი პერსპექტივა ამ პროცესებს ბუნებრივი არ აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული NGO-ები აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ამ შემდეგ, ეს ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის და რა თქმა უნდა ასეთი ქმედებები, ასეთი ფაქტები ძალიან მძიმე დაისახება არა მხოლოდ სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატიის, თუნდაც ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ არავის უგვირს, რომ 80%-დან შემცირებულია ნდობა ევროკავშირის მიმართაც კი რადიკალურად, ხო, დაახლოებით 50% ცოტა მეტია დღეს ნდობა. რატო? იმიტომ რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება დიპსტეიტის მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ქართული საზოგადოების თვალში ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ. ევროკავშირი აფინანსებს აქციას, სადაც გაისმის პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე. ეს არის ის, რაზეც საუბრობთ, პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ვერ ეღირსებით, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება გაისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის. ეს არის ის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ საკუთარი ფარული დაფინანსებებით, რომელსაც ვერაფრით ვერ მიმაღწიეთ, რომ ერთხელ მაინც თქვან ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ ეხა პასუხისმგებლობა არის სრულად ბრიუსელზე და მის საელჩოზე საქართველოში. აბსოლუტურად აცდენილი არის ბრიუსელი დღეს ყველანაირ გაგებას ევროპული ღირებულებისა და ჩვენც უყურებთ ამ ყველაფერს, რომ სამწუხაროდ ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. გასაოცარი არის, რა შეუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შეუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი. სოლიდური უცხოური დაფინანსება და აქცია უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ორგანიზებით, სადაც კეთდებოდა რევოლუციური განცხადებები, რევოლუციური მოწოდებები, კონკრეტული გზავნილები და ხელისუფლების და მოწოდებები ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისკენ. ეს მეგინ არსავიძე იყო. სოფლიოში პირველი პრეცედენტი. ოპოზიციის წინააღმდეგ შიმშილობს და ულტიმატუმს უყენებს. ელენე ხოშტარია, როგორც თავად ამბობს, შიმშილობას შეწყვეტს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. სოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ეს რამე მეგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ესეც მეტყოლებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის დღეს რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს თუ რა მდგომარეობა არის ოპოზიციაში და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ეხლა აღარ ჩაუღრმავდები დეტალებს, ელენე ხოშტარიას მინდა ჯანმრთელობა უსურვო, თუმცა მისი ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიუთითებს მატერიალურ მდგომარეობას. ჩვენ ქუჩაში ყავს ოპოზიციის შარჟი. პირველად სოფლიო პროტესტის ისტორიაში ოპოზიციონერმა შიმშილი გამოუცხადა ოპოზიციას. აი ამ დონეზე დაიყვანა უცხოების მორჩილება ეს ხალხი, რომელიც
ვერც კი აცნობიერებს რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა ისტორია აქვს ამ საზოგადოებას, რა კულტურა და ეთიკა აქვს ამ საზოგადოებას, რა მორალის მატარებელია ეს საზოგადოება, ჩვეულებრივ უცხოეთის დაკვეთით ბრმას მიმდევარი ხალხის ჯგუფი არის, რომელმაც აი ნახეთ, ამ დონეზე მიიყვანეს საბოლოო ჯამში ისინი, რომ ასე ვთქვათ, ოპოზიციას უცხადებს შიმშილობას, სასაცილოა უბრალოდ მათი ქცევა. თვით დაზიანების წახალისება ეს შეფასებები კეთდება გერმანიის ელჩის ქცევაზე პიტერ ფიშერი ელენე ხოშტარიასთან და მასთან ერთად მოშიმშილე აქტივისტებთან იმყოფებოდა. არაფერი თქმულა შიმშილობის შეწყვეტაზე. ხელისუფლება ვენის კონვენციის დარღვევაზე საუბრობს. არის ვენის კონვენციის მორიგი უხეში დარღვევა. მეორე ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება. რა თქმა უნდა, არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ბატონმა ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე. და იქცა ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერა. თან შემდეგ სცადა გაემართლებინა თავისი სოლიდარობა, იმით რომ თითქოს ეს იყო მხოლოდ თანაგრძნობა და ემპათია. რის მიმართ იყო ეს თანაგრძნობა? იმის მიმართ, რომ ადამიანი ამოსო თავს მოიკლავს, თუ კი რაღაცა არ მოხდება. ეს არის ევროპული გაგება დემოკრატიის. რის მიმართ აქვს მას ემპათია, რომ ადამიანი მოუწოდებს ოპოზიციას საბოტაჟი გამოუცხადოს არჩევნებს. ეს არის მისი გაგება დემოკრატიის. ფაქტია, რომ ბატონი ფიშერი გერმანელ ხალხს არ წარმოადგენს. გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამღირებულებების მატარებელი, რასაც ბატონი ფიშერი ქართულ ხალხს აჩვენებს და სამწუხაროა, რომ ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც ქართულ ხალხს ჰქონდა გერმანიის მიმართ ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 34 წლის განმავლობაში, ამ ერთმა ადამიანმა ამ განსაკუთრებულ დამოუკიდებლობას ეს ერთი ადამიანი ძალიან რუდუნებით უთხრის ძირს და აზიანებს ისე, რომ არ ვიცი მე ამის გამოსწორებას კიდე რა დრო დაჭირდება. ხელისუფლებას ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული. დღეს ბიუროს ხდომაზე დამატებით დაინიცირდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ეხება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივების მიზანია, რომ ქვეყანაში ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, გამკაცრდეს პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ. თქვენ ხედავთ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა, სადაც დაკავებული იქნა 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი და ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად გაგრძელდება. ასევე და დაიხვეწოს კანონმდებლობა იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ მძიმე სენისგან. თქვენ ხედავთ, რომ აქ რაც არის გარედაფინანსება, გაუმჯობესებული გარედაფინანსება, რომლის დახმარებითაც ვიღაცები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. პოპულარიზაცია ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და ეს შემდეგ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ ამის უფლებას. ასევე თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის კუთხით, ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფოსკენ წამოღების კუთხით. ესეც ემსახურება თავიდან ბოლომდე იმას, რომ ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას ჩვენ ქვეყანაში. იქნება ეს გასწორებული ლეგალური ფორმა თუ არალეგალური ფორმა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდებზე, უნდა ვიზრუნოთ ჩვენ შვილებზე, მომავალ თაობებზე. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ვფიქრობ ერთობ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მას უნდა დაემატოს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც უნდა იქნეს გატარებული. მე პირადად რაც შეეხება ყველანაირად მხარს ვუჭერ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ მაგალითად ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს, მაქსიმალურად ხელს ვიწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ეს იქნება სხვადასხვა სპორტული აქტივობების დაფინანსება, ეს იქნება რეკრეაციულ სივრცეებში შესაბამის სივრცეების მოწყობას, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ამ მიდგომას და დამოკიდებულებას გავაგრძელებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის ჟამში 14 მოქალაქე დააკავა. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ. მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გასაძევებლად. ხელისუფლებამ საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა.
რეალურად აქ მივდივართ გამკაცრების მიმართულებით, ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი მიგრაციის ნაწილში და მოწესრიგდება როგორც შრომითი საკითხები, ასევე საზღვრის კვეთის საკითხები, ყველა მიმართულებით გვექნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სწორად მოწესრიგდეს. ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს ეგრეთ წოდებული მდიდარი NGO-ები არ ასრულებენ. ხელისუფლების განცხადებით NGO-ებს ბევრი აქვთ დასამალი და შესაბამისად გაურბიან დაფინანსების გასაჯაროებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პატრონები უცხოური დაფინანსებით ახალისებდნენ ნარკომანიის გავრცელებას, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. რეალურად ზუსტად ის სტანდარტი მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მოქმედებდა პოლიტიკური პარტიების მიმართ. იქ რატო არ აინტერესებდათ არც პერსონალური ინფორმაცია და არც არაფერი, ხო? რეალურად ხდება ზუსტად იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე ანტიკორუფციული სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისგან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწვეული საბაბი სინამდვილეში NGO-ებს და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი, მათ შორის დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური გამჭროელი დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციებს ამ ქვეყანაში, ებრძოდნენ ეკლესიას, ებრძოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და შემდეგ ეს არის დასამალი, ეს არის თავარი მიზეზი, რატომაც ისინი გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. მე ყველას მოვუწოდებ, იყვნენ გამჭროლენი გამჭროლები მოქმედონ, იმიტომ რომ გამჭროლობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი. თქვენ გახსოვთ, რომ NGO-ები მანამდე ფორმალურად მაინც საუბრობდნენ დემოკრატიაზე, დღეს ფორმალურადაც კი უგულებელყოფენ დემოკრატიის პრინციპებს, მათ შორის გამჭროლობის პრინციპს, რაც არის, მათი სახის რეალური მაჩვენებელი. მე არ ვიყენებ არც ჯარიმას, არც არაფერს, ამაზე შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას, კანონმდებლობით რაც არის გათვალისწინებული, ის ზომები იქნება მიღებული. ყველას მოვუწოდებ, იყვნენ გამჭროლე. მაისში ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 5 თვეში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8%-ი შეადგინა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, დასაწყობება და მშენებლობა ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ძირითადად ამ დარგებმა შეიტანეს. მაისში ასევე ქვეყანაში დარეგისტრირდა 6400-მდე ახალი საწარმო, 13%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადავრთელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ხურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი. ასევე 12%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი. დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი სუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7.2%-მდე და აქამდე მაჩვენებელი, პირველი 5 თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი. ჩვენი სურვილია, რომ ეს წელი დავხუროთ სავალუტო ფონდის პროგნოზზე მაღალი მაჩვენებლით და ყველაფერი აქეთკენ მიდის, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა. ეს არის თავარი იმისათვის, რომ ჩვენ ერთი გაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა და გამოვიყაროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პოზიცია. აჭარის მთავრობის ხდომა იწყება, პირდაპირ ეთერში ვრთავთ სულხან თამაზაშვილს. მოგესალმებით. სანამ გადავალთ დღის წესრიგით დათვლილ საკითხებზე, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. მოიხსენებათ დღეს მთავრობის ხდომა გავხსენეთ განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით. ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე დაინიშნა ბატონი ედნა ნატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა ბატონი დენის ალუქაძე. მინდა წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვან პოზიციებზე და რა თქმა უნდა მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ჯავა ხუტკარაძეს და საზა შავაძეს გაწეული საქმიანობისთვის და ისინი რა თქმა უნდა რჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და გავაგრძელებთ ერთად საქმიანობას. გასულ კვირას საზეიმო ვითარებაში გავხსენეთ ბათუმში ტურისტული სეზონი. 2 დღის განმავლობაში ქალაქმა უამრავ ვიზიტორს სტუმარს უმასპინძლა. დაპირებირად სამებ რა თქმა უნდა
რუსთაველის ქუჩის პირველი ფაზა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურისტული სეზონის გახსნამდე. და მინდა გითხრათ, რომ ქობულეთიც განახლებული სიახლეებით შეხვდება ტურისტულ სეზონს. ტურისტული სეზონის გახსნამდე აქტიურად მიმდინარეობს ფიჭვნარში ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები და აუცილებლად ტურისტული სეზონის გახსნამდე 10 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება. ასევე დასკვნით ეტაპზეა ქობულეთში ეგრეთ წოდებული ეკოსანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულების შემდეგ გვექნება სრულიად განახლებული სასეირნო და მოსასვენებელი სივრცეები. ქობულეთში ტურისტული სეზონი გაიხსნება ივნისის შუა რიცხვებში საზაფხულო ფესტივალით და საზეიმო ვითარებაში და რაც მნიშვნელოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები უნდა იყოს დასრულებული. მაღალმთიან აჭარაშიც მიმდინარეობს ძალიან აქტიურად ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შუახევში უკვე დასრულდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა, რომლის ოპერირებაზე პასუხისმგებლობა აიღო საერთაშორისო იტალიურმა კომპანიის წარმომადგენლები უკვე ადგილზე არიან და მზად არიან ოპერირებისთვის. ხულოში მიმდინარეობს დაიწყო უკვე სპორტ სკოლის მშენებლობა, საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში გვექნება ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა და სრულიად რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი. ასევე მნიშვნელოვანი დაბავაშლოვანში არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, უკვე დასრულებულია სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი. პროექტის ფარგლებში გვექნება 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლისთვის საცხოვრებელი კამპუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება და მაღალმთიანში ასევე მნიშვნელოვანი არის ძალიან ვითარდება აქტიურად საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ხულოზარზმა დასკვნით ეტაპზეა უკვე 47 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი სრულიად რეაბილიტირებული იქნება. ეს არის, რა თქმა უნდა, როგორც განავითარებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალურ მდგომარეობას, ასევე მნიშვნელოვანია კრიტიკულად მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებისთვის მოიხსენებათ. ჯანდაცვის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. წინა რამდენიმე დღეს ბატონ მინისტრთან ერთად ადგილზე გავიარეთ, მშენებლობას დავესწარით და მიმდინარე პრობლემებს მეტნაკლებად შევეხეთ და ესეც დასკვნით ეტაპზეა და მალე დასრულდება. ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობების თანაბრად გადანაწილებაზე, სწორედ მსგავსი ტიპის პროექტებს გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანია ის, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იყოს მორგებული ჩვენი მაცხოვრებლების მოქალაქეების საჭიროებაზე, რეალურად საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული. მადლობა ყურადღებისთვის და გადავიდეთ რომ დღეს ესე იგი გათვალისწინებულ საკითხებზე. უსმენდით სულხან თამაზაშვილს. ქართული ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ფაქტების შესახებ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ვიქტორ დოლიძემ და კონსტანტინე ჟღენტმა ისაუბრეს. დეტალებით მარიამ ქართველიშვილია პირდაპირ ეთერში. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, გაძლიერების გზაზე ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად პროცესს აზიანებდა და მოქმედებდა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს ვიქტორ დოლიძემ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე თქვა, დიპლომატმა გაიხსენა კონკრეტული მაგალითები, მაშინ როდესაც მათ შორის არაღიარების პოლიტიკისთვის იქმნებოდა რეზოლუციები, მზადდებოდა რეზოლუციები, ნაციონალური მოძრაობა ამ შინაარსის რეზოლუციებიდანაც
ცდილობდა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის გამოყენებას და ითხოვდნენ ისეთი ჩანაწერების გაკეთებას, როგორიც არის ვანო მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გათავისუფლების შესახებ ჩანაწერის შეტანას. დოლიძემ თქვა, რომ ამ შინაარსის ჩანაწერს და მოთხოვნას ჰქონდა მხარდაჭერა მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. დიპლომატმა გაიხსენა დახურული შეხვედრა, სადაც მან პირადად მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, თუ სად იყო პრობლემა ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და რას უკავშირდებოდა მხარდაჭერა, რაზეც ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვიქტორ დოლიძეს უთხრეს, ციტატა, ეს არ გვაინტერესებს, ეს არის თუ არა დამნაშავე, ჩვენ მათ როგორც პოლიტიკურ ძალას ვუჭერთ მხარს. ასეთი იყო პასუხი ევრობიუროკრატების მხრიდან. ვიქტორ დოლიძემ თქვა ისიც, რომ მას არ ახსენდება მისი დიპლომატიური კარიერის პროცესში, პირობებში 2012 წლიდან შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას მხარი დაეჭიროს ქვეყნისთვის სასარგებლო რეზოლუციისთვის. ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია გვხვდებოდა ძალიან ხშირად. თქვათ, არ ვიცით, რას ლაპარაკობდნენ დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ხვდებოდით იმითი, რა რეაქცია იყო, თქვათ, იგივე ევროპელი დიპლომატების მხრიდან. აი კონკრეტულად ვინ იყვნენ დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტიდან? ოპოზიციის მხრიდან იყო ჯაფარიძე, ცისკარიშვილი, მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე. ზურაბ კირჩი ჯაფარიძე. ხო. დარჩიაშვილი სათადარიგოში იყო, მაგალითად დინა ბოკუჩავა ამავე დროს, რომელიც ახლა შემოსული იყო იმ წლებს 2015 წელს. მე მიკითხავს მათთან, აი მეგობრულად, რომ აი თქვენ ესე გარგვიხილავთ ჩვენ, ხო? ჯერ არ დაგვიწყია, ჯერ არ შევსულათ ისე ღრმად ჩვენს სამუშაო რეჟიმში. რა გინდათ, რა პრობლემები გაქვთ? ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ თითოეულ პრობლემა. რაზე გველაპარაკებით, რატო გაჩნდა ეჭვი? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ რაიმე ლეგიტიმური პრობლემა შეიძლება გაგაჩნდეთ, რაზეც ჩვენ ვალდებული ვართ, რომ თქვენ კითხვა გახსნით. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით მაგალითად მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე, რომ იგი დამნაშავე არის თუ არა? მე ესეთი საუბარიც მქონია. საერთოდ არ მაინტერესებს ის დამნაშავეა თუ არა. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის IPP-ის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ის ხოს გარეთ. აი ამდაგვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ. მერაბიშვილის მეუღლემ და ძმაკაცებმა სანდრო გირგვლიანი გაისტუმრეს თუ არა იმ ქვეყნად, მოკლეს, ამას ასე ქვია. და შემდეგ ვანო მერაბიშვილმა თვითონვე გამოიძია ეს საქმე და არასწორი მიმართულებით წაიყვანა. დახურულ კარს მიღმა ევროპელები გეუბნეოდნენ, საერთოდ არ გვაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ჩვენ მათ ამ როგორც პოლიტიკურ ძალას უჭერთ მხარს. სწორად გავიგე. ძალიან სამწუხაროდ ჩვენ ამგვარ არაფორმალურ კიდევ ერთხელ ვამბობ დამოკიდებულებასთან, მაგრამ მქონდა საქმე. რა იყო იმის მიზეზი თქვენი აზრით, რომ ჩვენ მივიდოდით არგუმენტებით, დოკუმენტებით, ფაქტებით და რეალობებით, ეს არ ითვლებოდა ხოლმე და ითვლებოდა ის, რომ მივიდოდა ვიღაცა თინა ბოკუჩავა თავის კანტურით და იტყოდა, რომ ვანო ანგელოზია და ამას უჯერებდნენ. მიკერძოება ბუნებრივია, ერთ მნიშვნელოვნად მიკერძოებული. პირველ შემთხვევაში, როდესაც თქვენ წარმოადგენით დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მართლ კოალიციას და თქვენს დელეგაციაში იყვნენ ოპოზიციონერების რანგში გირჩი ჯაფარიძე, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი. თუ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაზე, უვიზო რეჟიმის მომხრეობაზე, ევროპაში გაწევრიანებაზე და ასე შემდეგ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენ როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს მხარი დაგიჭირეს. ერთი შემთხვევა თუ ყოფილა. არ მახსოვს. ვიქტორ დოლიძის შემდეგ გამოიკითხა კონსტანტინე ჟღენტი, ის 33 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატია, მანაც საკუთარი კარიერიდან გაიხსენა კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ აზიანებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ქვეყნის ინტერესს. ერთ-ერთი ასეთი იყო 2008 წლის 7 აგვისტო, როდესაც კონსტანტინე ჟღენტი ამბობს, რომ 7-ში საღამოს ცირკულარული ფაქსის მეშვეობით მიიღო ოფიციალური წერილი ოფიციალური თბილისისგან, სადაც
საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიებს და მიიღეს ელჩებმა დავალება, რომ აკონტროლონ, რომ რუსეთისგან არ მოყვეს აგრესია. საუბარია 7 აგვისტოს საღამოზე. კონსტანტინე ჟღენტი ამბობს, რომ ოპოზიციასთან საუბარი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მარტივია, რადგან ისინი მარტივად აატარებენ მათი ინტერესებს ნაცვლად ქვეყნის ინტერესების დაცვისა. რატო ხდებიან ისინი ისე იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ მათი ინტერესი ემთხვევა იმათ ინტერესს. იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა, რომელიც გაატარებს მათ ინტერესებს. მიმართულება აქვთ ერთი. აი მოწყოელებს ისინი არიან ლიბერალ გლობალისტები. მათთვის ყოველთვის მთავარი იყო რომ ერის სახელმწიფოს, ანუ ეროვნული სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს როლი თანდათან ქრება და საერთაშორისო ორგანიზაციები იმათ ხელში იქნება ყველაფერი არასამთავრობოებთან ერთად. და ეხლა რაც მოხდა ბოლოს აი დარტყმამ გეოპოლიტიკურმა, რომელიც აი ეს მათი ეს შეხედულება აბსოლუტურად წაშალა პრაქტიკულად. აი იმიტომ არიან ესე ცუდ დღეში ვიყავი ბუდაპეშტში. მე ვიყავი პრაქტიკულად ცალკე და იქ ელჩიც ვიყავი კონსულის და ყველაფერი. 7-ში საღამოს მომივიდა ცირკულარული ფაქსი. იმაში ეწერა რომ ჩვენ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს, ჯავის გარდა პრაქტიკულად გასულები ვართ გვირაბთან. ეხლა წაბძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმუშავეთ იმაზე, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ რუსეთმა ამაზე არ მიცეს მწვავე რეაქცია. 8-ში დილას ავდექი წავედი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრი აქ არ არისო, წასულიაო. მეუთხარი მაშინ მოადგილესთან შემეყვანე. მაჩვენე რა მოიტანეო, წაიკითხა. და მეუნება რომ შენო დღესდილას CNN-ს უყურეო. ზუსტად იმ მომენტში ჩართო, ეგას ღულაძე რო იძახის ნუგეშინიათ ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. ხო და მეუნება რომ აი ეს წერილი ეხლა როგორ მიცეო, გინდა მოადგილეს, გინდა მინისტრს. ახალი ხელისუფლების შემდეგ, როცა უზბეკეთში ვიყავ ელჩი, კარგი ურთიერთობა მქონდა ძალიან ლატვიის ელჩთან. მეუნება რომ ჩემი კოლეგაო, რომელიცო ჩვენ მეზობელ ქვეყანაშიო მუშაობსო, მეუნებაო რომ კაცო საქართველოს ელჩი სადაც მივაო ყველგან ლაპარაკობსო, თუ კაი რამე გააკეთა საქართველოში ვინმე მის მიშა სააკაშვილია და იმის მერე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულაო. როცა დიპლომატი ხარ და ელჩი ხარ, შენ ქვეყანას წარმოადგენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა. აბსოლუტურად უსამართლო ზეწოლები მოდის ქვეყანაზე. ეს არის არა იმის გამო, რომ ჩადიან და კარგად უხსნიან ტყუილებს და თქვენ ამხელა დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანები ვერ უხსნით სიმართლეს და ვერ აჯერებთ. არა, იმიტომ რომ მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. იმათ უნდათ აქ თავისი აგენტურა ყავდეთ ხელისუფლებაში. ამ წითელი ხაზების გადაკვეთა არის მიუღებელი როგორც საზოგადოებისთვის ქვეყნის შიგნით. ანტისახელმწიფოებრივობა როგორც მეტი არაფერი. რა არის ეს ინტერესი თქვენი აზრით? რაც ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის ინტერესი და ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორის ინტერესი, რის გამოც ისინი თვალს ხუჭავენ. ის რაც დებს ლიბერალ გლობალისტების თეორიაში, მიდგომაში. ამაში ემთხვევა მათი მიდგომები. საგამოძიებო კომისია მუშაობა დღეს დაასრულა, მომდევნო სხდომა 2 ივლისს არის ჩანიშნული. პარლამენტიდან მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა. დღესვე კომისიაზე დაბარებულები იყვნენ მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს. ოპოზიციამ კანონი მიზანმიმართულად უკვე მეორედ დაარღვია. საგამოძიებო კომისიამ საქმე პროკურატურას გადაუგზავნა. განიხილეს გიორგი გახარიას საკითხიც, რომელიც 2 ივლისს სხდომაზეა დაბარებული. გახარია ჩართვას დისტანციურად ითხოვდა. კომისიის წევრებს შორის იყო ასრთა სხვაობა, თუმცა საბოლოოდ გახარია კითხვებს დისტანციურად უპასუხებს. ეს ადამიანი არაპირებს დაბრუნებას, როგორც ჩანს, რაღაცაზე მუშაობს და რაღაცისთვის იბრძვის, რაღაცისთვის იღწვის. იხვეწება, რომ ჩამრთეთ. 3ჯერ მინიმუმ მას ჰქონდა მცდელობა დარბაზიდან გასვლის. გაქცევის ხედავს საფრთხეს იმისა, რომ
მან ჩართვა გათიშოს და ჩვენ ის ინფორმაცია, რაც არის ჩვენთვის მთავარი, ვერ მივიღოთ. საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. მე ვფიქრობ, რომ უნდა მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ ჩართვით თუნდაც კომისიაზე უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც თვითონ ჩვენთაგანს გაგვაჩნია. ის აქ იყო, ჩაიბარა წერილი და ამის შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ ის არაპირებდა კომისიაზე არ მოსვლას. პირიქით თქვა, რომ მოვიდოდა და ამის შემდეგ გაიქცა. მისი თხოვნის და შესაბამისად არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ მოთხოვნა არის კომისიის, რომ მან უზრუნველყოს საამისოდ 2 ივლისს ტექნოლოგიურად და ლოგისტიკურად ჩართვისათვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ. ეს არის პატრონების დავალება. პატრონებმა გადაწყვიტეს ეს ადამიანები არ შეიყვანათ პარლამენტში და შეიყვანათ ციხეში. ისინი ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს. ხედავთ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი აგენტები, ხო? იქ სალომე ზურაბიშვილი გუშინ სრული გადასროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები არიან საპატიმროში, ასე ექცევა დიპსტეიტი საკუთარ პატრონებს და მე მინდა მიმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ამბიცია, ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია, მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალურ გულისხმობით მოეკიდონ ამ საკითხს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანი ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, იმიტომ რომ აგენტის ხვედრი არის უმძიმესი. თავიდან შეიძლება ვიღაცისთვის იყოს რაღაცნაირად მიმზიდველი ეს საქმიანობა, თუმცა საბოლოო ჯამში აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა იგივე გახარია სურაბიშვილის, ხაზარაძის და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე. პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 1 ივლისიდან მოიწვია. მიხეილ ყაველაშვილმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ ქრონიკა პირდაპირ ეთერშია. მერიაში თბილისის მთავრობის ხდომა მიმდინარეობს. კახაკალაძემ რამდენიმე პროექტზე ისაუბრა. ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, რომლის სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, ახალი ტროტუარები ქვეითებისთვის, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, რომელიც არის უმძიმე მდგომარეობაში, ასევე გზის სავალი ნაწილი მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დამონტაჟდება ახალი ჭკვიანი შუქნიშნები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და ნაკადების გამტარუნარიანობას. თბილისის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით საქმიანობას შეაჯამა. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს არაერთი განხორციელებული პროექტი. მათ შორის ისაუბრეს ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეების დაფინანსებაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და სკოლამდელ განათლებაზე. თბილისის მერმა თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენთვის თავარი ამოცანა და მიმართულება გახლავთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ისე გაძლიერდეს, ისე წავიდოს წინ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი, ნაკლები ოჯახი იყოს დასახმარებელი. თუმცა მანამ სანამ არსებობს ამის საჭიროება, ყველანაირად გვერდით დაუდგებით ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს. ბევრი კარგი საქმე არის გაკეთებული, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ, გვერდით დაუდექით ოჯახებს, საბავშვო ბაღები ხედავთ თუ როგორი სტანდარტი არის შემოღებული, ვაგრძელებთ ახალი ბაღების მშენებლობას და რა თქმა უნდა, ყველა დეტალს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები და ამ ყველაფერს ჭირდება ღირსეული პასუხი. 100,000-ობით თბილისელი სარგებლობს ყოველწლიურად უამრავი მომსახურებით, იქნება ჯანდაცვის სფეროში, სოციალურ სფეროში, ასევე ნახეთ როგორია შედეგები
ბავშვი ბაღების მიმართულებით. ყველა მიმართულებით დედაქალაქის მერი არის ძალიან წარმატებული და მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კახა გალაძეს დავუხატო განსაკუთრებული მადლობა იმ შთამბეჭდავი შედეგებისთვის, რომელიც აქვს დედაქალაქის ხელმძღვანელობას. რა თქმა უნდა, გაგრძელდეს ეს განვითარება შემდეგი 4 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის მანძილზე დედაქალაქს ექნება კიდევ ძალიან ბევრი იღწევა კახა გალაძის ხელმძღვანელობით. ეს არის ასე ჩვენ ხედავთ, როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი და ევროპული დედაქალაქი. ყველა ეს თემები, რაზეც დღეს იყო საუბარი, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც ქვია ჭეშმარიტი ევროპა ჩვენი გაგება. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო ჯანდაცვა, როდესაც ადამიანებს ბანკის ცესხების აღება უწევდათ იმისთვის, რომ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა, არის ზუსტად ის პროგრამები, რომელიც თბილისს კიდე დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი და ადამიანებს შვილები ვერ დაყავდათ ბაღებში. ჩვენ მეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, რომ თავისი მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში. ადამიანის უფლებათა, თავდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა მოусმინეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ლელა ჯანაშვილმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს საქართველოში პირად ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შესწავლილ პროცესებს, როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში. კანონით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტი, ესე ვთქვათ, გახლავთ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, ინციდენტი და ინციდენტის შეტყობინების ვალდებულებაც სააგარიშო პერიოდში სამსახურის განცხადებით და შეტყობინების მომართა ასობით პირმა მათ მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე მათი თანხმობის გარეშე მარკეტინგული შინაარსის არაერთი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების მიზნით. სამსახურის მიერ გატარებული იქნა მართლაც რომ უაღრესად შრომატევადი და დიდი სამუშაო აღნიშნული მიმართულებით, რათა კანონის ეს ნორმა აღსრულებული იყო და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემს მოგაწოდეთ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით 2024 წელს შემოსული იქნა 600-მდე განცხადება შეტყობინება, სულ ჩატარდა ყველა განცხადება და შეტყობინება შესწავლილი იქნა სამსახურის მიერ და აკუმულაციის პირობებში 45 ადგილზე შესწავლა განხორციელდა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 165 პირს, გაფრთხილება 11-ს, ჯარიმა 154-ს და საერთოდ ჯარიმის საერთო ოდენობამ შეადგინა 300,000 ლარი. არაერთი პროცესი, მონაცემთა დამუშავების პროცესი იქნა შესწავლილი სამართალდამცავ ორგანოებში, რაც დეტალურად არის გადმოცემული და ასახული ანგარიში. ნამდვილად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე არის გაწეული, რაც აი ამ საკმაოდ სრულყოფიან ციგნში, თქვენს ანგარიში ნათლად ჩანს და თქვენს წარმოადგენთ დღეს როგორც პარლამენტის, ასევე საზოგადოების წინაშე. დღეს და ხვალ თბილისი, თელ-ავივი, თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია. ჯორჯიანი აირვეისი განცხადებას აუცილებს და წერს, რომ ამ ეტაპზე მათ სადაზღვეო კომპანია არ აძლევს თელ-ავივის მიმართულებით ფრენის აღდგენის უფლებას. ასევე ავიაკომპანიას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები ისრაელისგან. გზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები, ავიაკომპანიას თავაზობს ბილეთის გადაცვლას ან თანხის დაბრუნებას, რომელიც შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას. ჯორჯიანი აირვეისი თელ-ავივის გარდა სხვა მიმართულებით დაგეგმილ რეისებს განრიგის მიხედვით ასრულებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დალუქულია უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული წაბლის ხემცენარისგან 60 ერთეული ფიცარი დაამზადა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალების შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ასევე ხონის, მარტვილისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილია 48 ერთეული სხვადასხვა სახეობის მორის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები.
იმერეთში დალუქულია უკანონო სახერხის საამქრო. ასევე გამოვლინდა დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. კაცრი უწყვეტი კონტროლისა და გამკაცრებული რეგულაციების შედეგია, რომ სამართალდარღვევები 59%-ით შემცირდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ტყით-სარგებლობის წინააღმდეგ მომავალში მკაცრ ზომებს მიიღებს. სეულში გამართულ ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართულ მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, ღვინის იმპორტიორებისთვისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ღვინის და ღვინის პროდუქტებისთვის, ვინაიდან აჩვენებს უკვე შედეგები, რომ ყოველწლიურად იზრდება ღვინის ექსპორტი საქართველოსთან სამხრეთ კორეაში. მაგალითად, გასულ წელს 24-ში გაიზარდა დაახლოებით 20,000 ბოთლი და შეადგინა 65,000 ბოთლამდე. დღევანდელი ეს შეხვედრაც კიდევ სტიმულს მისცემს ჩვენს მეწარმეებს 6 კომპანია მონაწილეობს, რომ განახორციელონ ექსპორტი ამ ქვეყანაში. მოწების განმავლობაში ვხედავთ ღვინის ექსპორტის ზრდას, ორციფრიან ზრდას. ამიტომ წელს ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მოახერხებთ ხელის მოწერას, რომ ხელი მოვაწეროთ თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებას. რაც იქნება კონკრეტული ძალიან პრაქტიკული ასპექტი და ელემენტი ღვინის ექსპორტის გაზრდის კუთხით. ასევე მუშაობთ ლოჯისტიკურ გადაწყვეტებზე, კერძოდ მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებაზე კორეასთან. ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის კორეა სტრატეგიულ ბაზრად მიიჩნევა უკვე 6 წელზე მეტია და ამ პერიოდის განმავლობაში კორეის რესპუბლიკის ღვინის ბაზარზე მრავალი მარკეტინგული აქტივობა ხორციელდება. სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე სეულში ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია არის წარმოდგენილი. ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის 100-მდე მოქალაქე შეუერთდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცის საველე საწვრთნელ ბაზა პალდოზე დადეს. მანამდე გაიარეს მომზადების კურსი, რომელიც საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა. რეზერვისტებს სიტყვით მიმართა ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ბაშაყმაძე მათ ფიცის მიღება მიულოცა და ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ. სამხედრო ტერიტორიულ რეზერვში საკუთარი სრულით მოვედი, რატომღაც ყოველთვის მიტაცებდა ბავშვობიდან სამხედრო ფორმა და მსგავსი თემები, შესაბამისად მინდოდა რომ გავამეცადა თავდაცვის ძალებში ჩემი თავი. ბედნიერი ვარ რომ შევძელი და შემოვუერთდი ამ ღირსეულ ჯარის ნაწილს. დღეს ქონდა საკმაოდ ამაღელვებელი დღე, დავდეთ ფიცი. წარმატება მინდა ვუსურო ყველა რეზერვისტს. უკანასკნელი 8 დღის განმავლობაში გაიარეს პირველი 8 დღიანი სასწავლო შეკრება, რა დროსაც ისინი დაეუფლნენ სამწყობრო მომზადებას, საცეცხლე მომზადებას, აგრეთვე იმ უნიშნულოვანეს უნარჩვევებს, რომლებიც საჭიროა სამხედრო მოსამსახურისათვის. სამხედრო მოსამსახურეები გამოირჩეოდნენ მაღალი мотивაციით და პასუხისგებლობით ეკიდებოდნენ დაკისრებულ დავალებებს. იძლეოდა ეს ტერიტორიული რეზერვი ამის საშუალებას, რომ შეეთავსებინა ჯარიც და სტუდენტობაც. მისი სურვილი იყო და მეც ასე ვთქვათ ძალიან მივემხრე მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ქვეყნის და სამშობლოს სამსახურში ყველა ადამიანმა უნდა ასე ვთქვათ მიიღოს მონაწილეობა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.